არის კი ბატონო, არის ქცევაში და მოქმედებაში, სადაც თქვენგან ეგ ინფორმაცია იკითხება. მე ესე ვერ გეტყვით, მაგრამ ცოტა დიდი ხანი რო გიყუროთ, მე გეტყვით, სად შეიძლება ეგ ინფორმაცია. ნახე, ისე მოვიქცევი და ის რაღაცას ვიტყვი, რომ გავაჩინე ეგ შტაბ-ბეჭდილება, ხო? ეგ არის გამოსაკვლევი, სად არის ეგ მომენტი. თქვენ ტოვებთ, მიხვდით, ტოვებთ ეგეთ შტაბ-ბეჭდილებას. თუ ბევრი გეუბნებათ, ესე იგი თქვენგან კითხულობენ ამას, ესე იგი რაღაცას აკეთებთ ისეც. ან რაღაცა მანეთ. არის ხოლმე კატეგორიული მსჯელობები, რომელიც ეგეთ შტაბ-ბეჭდილებას ტოვებს. ნახე როგორ არის თეთრია, შავია, მიუღებელია, სწორია და ახლა შეეშინდა ადამიანს, ხო? შეიძლება ესეთი ვარდე. შეიძლება გარეთა ინფორმაცია რა არის? ხელის მოძრაობიდან დაწყებული იყო, სადღაც არის, თუ ეს ბევრს რჩება შტაბ-ბეჭდილება, უნდა გაანალიზოთ ქცევაში რა არის ეგა. მაგრამ შეიძლება ამას აღმოჩენა. იგივე მეგობარს, რომელმაც გითხრათ, რომ ამ პარტავანი მეგონე, მოდი თუ რაღაცა მეგონე ამაყი, უთხარი, რომ აი პირველად როდის გაიფიქრე და რატო. დაგეხმაროს. შეიძლება არ ახსოვდეს, მაგრამ გაახსენებინე და გეტყვის. მე მეორეს კითხე და მიხვდები, სად კითხულობენ ეგენი რომელ თვისებაში. და ამაგდები მთვისებას, არ არის ეგ ძნელი პრობლემა. თუ მოვინდომეთ, რომ გავარკვევ.